ზვიად ქორიძეზე და გიორგი გახარიაზე თავდამსხმელები ისევ თავისუფლები არიან ამ დრომდე არც ივანიშვილის დეპუტატი არც დიტო სამხარაძე და არც აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანველაძე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გიორგი გახარიას ბათუმში დიტო სამხარაძე თანხმლებ პირებთან ერთად დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო შერატონში მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყებით გადაიყვანეს, მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. რეჟიმის სამიზნე გახდა ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრი ზვიად ქორიძეც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებს შორის იმყოფებოდა ვარლამ ლიპარტელიანი. თავდასხმის ადგილზე პოლიცია დაგვიანებით რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა, მაშინ როცა მომსახურე პერსონალს შემთხვევის ადგილი გასუფთავებული ჰქონდა და მტკიცებულებები განადგურებული. დია მამისეიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ის უფრო მეც მოგვიყვება მომხდარის შესახებ. გისმენდია. ფაქტია, რომ რეჟიმი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და ტერორი დარჩენია, ისევ აგრძელებს ძალადობას და ძალიან მძიმე გამოვლინება გუშინ უკვე ბათუმში დაფიქსირდა, შერატონში. თუ ჩვენ აქამდე ძირითად შემთხვევაში ვხედავდით ტიტუშკებს, რომელსაც მართავდა რუსი ივანიშვილის რეჟიმი, ახლა ვხედავთ, რომ თვითმარქვია ვითომდა დეპუტატები და ვითომდა მთავრობის წევრები თავად გახდნენ მოძალადეები და თავად დაიწყეს ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. გუშინ თავდაპირველად ბათუმის შერატონში თავს დაესხნენ ზვიად ქორიძეს, ჟურნალისტს, უფლებადამცველს და პროვოცირება მის შემთხვევაში მოახდინა დიმიტრი სამხარაძემ, რომელიც მივიდა მასთან, ესაუბრებოდა მას, ცდილობდა პროვოკაციაზე წამოეგო ზვიად ქორიძე. ზვიად ქორიძემ სთხოვა შერატონის დაცვას, ინციდენტში ჩართვა, რომ სამხარაძე მისგან გაერიდებინათ. რაც შეეხება დიმიტრი სამხარაძეს, თუ ვინ არის ის, მგონი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილია. წლების განმავლობაში ქართული ოცნების შავის საქმის უბადლო შემსრულებელი იყო. დიმიტრი სამხარაძე ზებარა და დღემდე აბარია რეგიონები, ის მართავს ზონდერ ჯგუფებს და მუდმივად თუ რაიმეთი არის ცნობილი, ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, პოლიტიკური აქტივობა, ის ბანდფორმირებებს მართავს, აორგანიზებს, ვის უნდა მიუვარდნენ და ვისზე უნდა იყოს ანგარიშსწორება. მას შემდგომ, რაც ზვიად ქორიძესთან ვერ სცადა და არ გამოუვიდა პროვოკაცია დიმიტრი სამხარაძეს, უკვე რიგში შემდგომი იყო ექს-პრემიერი გიორგი გახარია. გიორგი გახარია არის ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდგომ უკვე ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით პოლიტიკური სიდიდის და სიმაღლის და მიხედვით აქებდნენ ქართული ოცნების ლიდერები, სუპერზალოვან მინისტრს უწოდებდნენ, ასევე კრიზისების უბადლო მენეჯერს, თუმცა როგორც ჩანს ექს-პრემიერის მხრიდან ქართული ოცნების გუნდზე დაპირისპირებამ ისე გააბრაზა ოლიგარქი, რომ ივანიშვილმა განიზრახა მასზე ანგარიშსწორება და რასაკვირველია, ეს საქმე ისევ დიმიტრი სამხარაძეს ჩაბარდა. რაც შეეხება თუ რა მოხდა მთავარი არხის ინფორმაციით, როდესაც გიორგი გახარია ექს-პრემიერი გადაადგილდებოდა ბათუმის შერატონის დერეფანში, მას მიუახლოვდა დიმიტრი სამხარაძე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და სცადა პროვოკაცია, ამის შემდგომ უკვე დაიწყეს ფიზიკური ანგარიშსწორება. დიმიტრი სამხარაძე რუსული რეჟიმის რეგიონული ძალადობის კურატორი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ფიზიკურად იძალა და ექს-პრემიერზე მას ახლდა 9 ან 10 პირი, როგორც ამას ყვებიან თვითმხილველები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიმიტრი სამხარაძესთან ერთად შერატონში იყო გიორგი მანველიძე, ის ასევე არ არის პოლიტიკური აქტივობით ცნობილი, ის არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რიგით მეხუთე მოადგილე და სხვათა შორის ამ პოსტზე მას შემდგომ დაინიშნა, რაც ყოფილი დეპუტატებისთვის ადგილი რომ აღარ დარჩა, ყველა აჭარის მთავრობაში გაამწესა ივანიშვილის რეჟიმმა და შეუქმნეს ხელოვნური თანამდებობები. სხვათა შორის გიორგი მანველიძე ცნობილია მხოლოდ და მხოლოდ სკანდალებით, მაგალითად ისეთით, როგორიცაა კოვიდ რეჟიმის დარღვევა. მან ქორწილი გადაიხადა მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო გამოცხადებული კარანტინი და როდესაც ლამის ორი ადამიანის ერთად შეკრება იკრძალებოდა. აი ასეთი ჩინოვნიკი არის გიორგი მანველიძე, რომელიც დიმიტრი სამხარაძის მსგავსად გიორგი გახარიას გაუსწორდა ფიზიკურად. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვარლამ ლიპარტელიანი აც უკვე პოლიტიკოსი და რუსული ოცნების გუნდის წევრიც იყო ადგილზე და ისიც მონაწილეობდა ანგარიშსწორებაში, თუმცა თვითმხილველები დანამდვილებით და დაზუსტებით ამბობენ ორ გვარს, ეს არის მანველიძე და სამხარაძე და როგორც უკვე გითხარით, დიმიტრი სამხარაძე იყო ამ შემთხვევაშიც პროვოკატორი და ამ შემთხვევაშიც ძალადობის ავტორი და დამგეგმავი. მას შემდგომ, რაც გიორგი გახარიას გაუსწორდა 10 ადამიანი ფიზიკურად, გიორგი გახარიას კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, მას სახის არეში აქვს დაზიანებები და დღეს გავრცელდა კიდეც ფოტო, ახლა ამ ანგარიშსწორების შემდგომ როგორ გამოიყო
მოიყურება ექს-პრემიერი, მას თვალსაჩინო დაზიანებები აქვს სახის არეში, შემდგომ უკვე საკუთარი სურვილით ის წამოვიდა თბილისში, მაგრამ ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდა პროცესები შემთხვევის ადგილზე. ანუ სასტუმრო შერატონში. იმის მიუხედავად რომ იყო ხალხმრავლობა და მყისიერად დარეკეს საპატრულო პოლიციაში, რომ ყოფილიყო რეაგირება და ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები გამოჩენილიყვნენ შემთხვევის ადგილზე 3 საათის შემდგომ ამ ანგარიშწორებიდან ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებიც მივიდნენ შერატონში, რომლებმაც თავადაც არ იცოდნენ რას აკეთებდნენ, სხვათა შორის ძალიან უცნაურ და არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებდნენ, ხანაბობდნენ რომ დაცვის სამსახურის უფროსი იყო გამოკითხვაზე, ხანაბობდნენ რომ უნდა გადაეყვანათ და რატომ არის დაცვის სამსახურის უფროსის ეპიზოდი საინტერესო, რასაკვირველია, როდესაც იყო ფიზიკური ძალადობა გახარიაზე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრები მივიდნენ შერატონში და კითხულობდნენ კამერის ჩანაწერების შესახებ. ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მათ შორის შიდა სივრცე არის კამერებით აღჭურვილი და რასაკვირველია არსებობს ინციდენტის ამსახველი მასალა. ეს კამერის ჩანაწერები უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი დამნაშავეების, რუსული რეჟიმის დამნაშავეების იდენტიფიცირების და დასჯის ნაწილში შესაბამისად მთავარი და ნომერ პირველი ამოცანა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ ეს კადრები ამოეღოთ. ნაცვლად ამისა, რომ ჩანაწერებზე ემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის სამსახურის უფროსი უბრალოდ გააქრეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და სავარაუდოდ მას კითხავდნენ ჩანაწერების საკითხზე. ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იქამდე ვიდრე ინციდენტიდან 3 საათის განმავლობაში პოლიცია არჩანდა შერატონში, იქ მომსახურე პერსონალმა მოასუფთავა შემთხვევის ადგილი, რომელიც წესით დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებს შეიცავდა და იქ უნდა ემუშავათ ექსპერტ კრიმინალისტებს. ამის ნაცვლად ჩვენ გუშინ შერატონში ვნახეთ მტკიცებულებების განადგურება. ორი ადამიანი არის იდენტიფიცირებული, ის ხალხი, ვინც მედიაში მოხვდა ამათი გვარები, მირთხების პირდაპირი მნიშვნელობით. ამ მირთხებმა ერთი რამე უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავიგებთ აუცილებლად ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს ადამიანები აუცილებლად დაიჯებიან. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები იყვნენ მანამდე დაისხნენ ზვიად ქორიძეს, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. გიორგი ხარია მარტო იყო და ნუ უბრალოდ ბევრი იყვნენ. მე რჩება შტაბ-ბიშტილება, რომ არაფერი აჩატარებ. ისინი ახლა გეტყვიან ჩატარდაო, ახლა ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში. აქ ვიყავით სხვათა შორის პოლიციელებმა როგორც წაიყვანეს ამათი უსაფრთხოების უფროსს. და მე შემდეგ არ ვიცი. სად წაიყვანეს არ ვიცი, ჩასვეს რაღაცა თეთრ მანქანაში. თეთრი ფერის მანქანა იყო, ჩასვეს წაიყვანეს, სად წაიყვანეს წარმოდგენა არ აქვს აქ. თქვენ იყავით შესული კამერების სანახავად, ხო? ჯერჯერობით ველოდებით მენეჯერს და ნახავთ ვარ. მენეჯერი ხო წაიყვანეთ პოლიციაში? ბატონო, მენეჯერი ხო წაიყვანეთ? გამოკითხვაზეა და ვნახავთ. გადაყვანილია უკვე? არა, ჯერჯერობით არა, მაგრამ ველოდებით. სად არის გამოკითხვა? რატომ დაელოდეთ მიტკიცებების განადგურებას? მოწმენდას რატომ დაელოდეთ? თვითონ შერატონის დაცვის უფროსი სად არის? შერატონის დაცვის უფროსი სად არის? ვინ წაიყვანა შერატონის დაცვის უფროსი? შერატონის დაცვის უფროსი იყო, რა ვიცი. კამერებით ამოიღეს პოლიცია. ადამიანი ინფორმაცია არ აქვს. შიდა კამერები ამოიღეს? ყველაფერი დეტალური ინფორმაციასთან და გაესაუბრეთ სხვას. ჩვენ არაფერი ინფორმაცია არ აქვს. აი, რა დაინახეთ თქვენ, ან თქვენმა თანამშრომლებმა? უბრალოდ მომისმენთ, აქ გადაღება ჯერჯერობით არ შეიძლება, კონფიდენციალურია ეს ყველაფერი. თქვენთან იყო ის სტუმრები, ვინც თავს დაესხა? ბატონო? არ ვიცი. არიყავით აქ ახო მუშაობთ შერატონში? არ მუშაობ. აბა სად მუშაობთ? მუშაობ, რა თქმა უნდა, მუშაობ, ხედა. და რა მოხდა რომ მოგვიყვა? არ ვიცი ხალ ბატონო. და რომ თვითონ შიდა ინფორმაცია. შიდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ახლა წესით შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ის ფუნქციურად ხედავს საკუთარ ვალდებულებას, უნდა კითხავდეს ყველა თვითმხილველს და ძალიან აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს უნდა ატარებდეს, იმიტომ რომ გომელაურის რეჟიმს უკვე დამნაშავეები ჰყავს იდენტიფიცირებული, რადგან ისინი საზოგადოებისთვის უკვე ძალიან კარგად არის მათი ვინაობა გასაგები და საზოგადოებისთვის არიან იდენტიფიცირებული. გიორგი გახარია ექს-პრემიერი იყო მარტო, ხოლო რუსული ოცნების რეჟიმის დამნაშავეები იყვნენ 10 ადამიანი საჯარო მოხელეები, დეპუტატები, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ექს-პრემიერს, იმ პოლიტიკოს, რომელსაც ერთ დროს ქებას არაკლებდნენ, საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულზე, ჯგუფური კატეგორიის ძალადობას და დანაშაულზე, ამის მიუხედავად მხოლოდ და მხოლოდ შაბლონური განცხადება ვნახეთ გომელაურის რეჟიმის მხრიდან, სადაც წერია, რომ 126-ე ძალადობის მუხლით იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დანაშაულს, რომელსაც დიდი ალბათობით რეჟიმის პირობებში არ ექნება შედეგი, იმიტომ რომ თავად რეჟიმის მსახურები
მეთაურები და ივანიშვილის პოლიტიკური ჯარისკაცები არიან ამ დანაშაულის შემოქმედები. შესაბამისად, ლოგიკურ და სამართლიან დასასრულს ველოდოთ ამ პროცესში, ალბათ იქნება ძალიან არაბუნებრივი. რასაკვირველია, ჩვენ ვესაუბრეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ გიორგი გახარიას, პირდაპირ თანხმდება პოლიტიკური სპექტრი, რომ ახლა ვის როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ექს-პრემიერზე ან პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. ერთი რამ არის აშკარა, ის ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს და ივანიშვილის რეჟიმი ექს-პრემიერს ძალიან მძიმე უკანონო მეთოდებით ებრძვის, ამიტომ ახლა ერთიანობა ამ გზაზე საჭირო და რასაკვირველია არავის აქვს ეფექტური გამოძიების და შედეგის მოლოდინი, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ვინაიდან რეჟიმს ძალიან ცოტა დრო დარჩა, ასევე ძალიან ცოტა დრო დარჩათ დამნაშავეებს, რომლებიც ძალადობენ სისტემატიურად, ვინაიდან ისინი აუცილებლად გასამართლდებიან, მას შემდგომ რაც რეჟიმის ჩამოშლის გაფორმებას ვნახავთ, იმიტომ რომ ჩამოშლამდე ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ მმართველობას ძალიან ცოტა უკლია. ზონდერების და კრიმინალების მომავალი ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, ვერაფერზე ვერ თანხმდებოდით გახარიას და წასულში და სავარაუდოდ მომავალში ძალიან ბევრ საკითხზე ვერ შევთანხმდებით. ერთ რამეზე კი არის შესაძლებელი და შეთანხმება მიღწეულია, რომ იმისათვის რომ მომავალში ვერ შევთანხმდეთ, ყველა ერთად ჯერ ეს მომავალი უნდა მოვიპოვოთ. და შეუძლებელია ივანიშვილს გაუვიდეს თავისი. ივანიშვილს სულს რა, რომ ძალა იყოს ამ ქვეყანაში სიმართლე. ჩვენ სულს რომ სიმართლე იყოს ძალა და ეს ასეც იქნება. სოლიდარობას, რა თქმა უნდა, უცხადებ ყველას, მათ შორის ბატონ გახარიასაც, ყველას, ვინც არის მსხვერპლი ივანიშვილის ზონდერების. ყველას, ვინც იბრძვის დღეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველოს 10,000-ობით მოქალაქე უკვე თითქმის მეორე თვეა გამოხატავს უწყვეტ პროტესტს მმართველობის რეჟიმის წინააღმდეგ და ითხოვს სწორედ რეპრესიების დასრულებას, პატიმრების გათავისუფლებას, ითხოვს ახალ არჩევნებს, იმისათვის რომ ჩვენ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, დე-ფაქტო ხელისუფლება ამას პასუხობს მეტი აგრესიით, დაშინებით, ძალადობით და ეს ფაქტები, რაც ჩვენ ნახეთ ჟურნალისტის დაპატიმრება და სხვების ბათუმში გახარიაზე თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე ამგვარად გასწორება ანგარიშის ეს არის სწორედ დამახასიათებელი ავტოკრატიული ქვეყნებისთვის და ამას ვერ შეეგუება ვერავინ. აქამდეც როცა ნიღბიანები გვესხმოდნენ თავს პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს, ეს იყო ივანიშვილის ძალადობა, ივანიშვილის მხრიდან დაგეგმილი და ივანიშვილის ხელკეტი იყო, რომელიც ხდებოდა როგორც მედია, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს. ახლაც იგივეა, უბრალოდ ივანიშვილის ხელკეტად ახლა აღმოჩნდა დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანუელიძე. მე ახლახანს დავბრუნდი ბათუმიდან, ბათუმში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა, დევნა, ძალადობა, უკანონო დაკავებები მოქალაქეებისა და უნდა გვესმოდეს, რომ დიტო სამხარაძეს ყველა იცნობს, მაგრამ გიორგი მანუელიძე არის ადგილობრივია. აჭარული ვერსია დიტო სამხარაძესი, ცეხავიკი, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მეგობარია და ადგილზე წარმოადგენს ყულაბას, სამშენებლო ყულაბას ქართული ოცნებისა. სვიად ქორიძეს ბათუმში ამ წუთებში ეკითხავენ გამომძიებლები, რაც შეეხება გიორგი გახარიას ექს-პრემიერს, ის უკვე თბილისში იმყოფება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სხვა დანარჩენთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახლა უნდა იყოს ყოფილი პრემიერის გამოკითხვა. არ არის გამორიცხული, რომ დაზიანებებიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამომძიებლებმა მას სახლშიც მიაკითხონ.